რასთან გვაქვს საქმე, რა ხედავს ქართული ოცნება თქვენში და ჩვენში ისეც, რაც მას კოშმარად აქცევს ამ პარტიას ზოგადად და ცოცხარი თავით მას არ სურს, რომ ეს პარტია არსებობდეს პოლიტიკურ ასპარეზზე და იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას. პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ მოულოდნელი არაფერი არ მომხდარა. ამ პასუხის მოლოდინი თავისთავად ცხადია გქონდა, რომ ქართული ოცნება ჩვენ არაერთხელ ვამბობდით იმას, რომ ქართული ოცნება გადასულია დიქტატურის შენებაზე და ქართულ ოცნებას არ აწყობს ეროვნული ოპოზიცია. იმიტომ რომ ეროვნული ძალების ფონზე ქართული ოცნება ცუდად ჩანს, არ გამოიყურება კარგად. ამიტომ ყველანაირ დაბრკოლებას სწორედ ჩვენს ფლანგის მიმართ არიშურებს და მაგალითად მეორე ლიბერალურ ფლანგს არანაირი დაბრკოლება არ აქვს. კი, მაგალითად დაისვა ახლახანს ბოკერიას პარტია დაარეგისტრირეს. კი, პირიქით მათ ეხვეწებიან რომ პარლამენტში შევიდნენ, ხო? ეგ არის მნიშვნელოვანი ყველას ესმოდეს, რომ არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა და საერთოდ როგორ არის საქმე? მართლაც ეს არის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რაღაც უნიშნელო მოვლენაა, რაც ეხლა ხდება და რაც თვალსაჩინოდ ჩანს. იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, იცით, შეიძლება ვიღაცამ დასვას შეკითხვა, რომ კი, მაგრამ თუ მოულოდნელი არ იყო, მაშინ საერთოდ რა აზრი ქონდა ამის გაკეთებას, ხო? ასე შეიძლება დასვას შეკითხვა. მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა ასე საკითხის ასე თვალსაჩინოდ წარმოჩენა, იმიტომ რომ საქმე იმაშია, რომ ეხა საქართველოში რაღაცა გადაჯგუფება ხდება პოლიტიკური, ანუ პოლიტიკური ცვლილებები გარკვეულ თვალსაზრისით ხდება იმ გაგებით, რომ ფაქტია, რომ ის ოპოზიციის მხარდამჭერები არიან იმედგაცრუებული და ქართული ოცნება რაღაც წარმოუდგენელ ძალაუფლებას ფლობს. და ამ სიტუაციაში ხალხი აი ეს ოცნების ბერკეტებით შეცდომაში შეყვანის რაღაც მექანიზმებია გამოყენებული, რომ ანუ ხალხმა წარმოიდგინოს ოცნება გამოსწორდა, გაკონსერვატორდა, გაეროვნულდა და ასე შემდეგ. აქ ეხა კიდე რა არის ჩემი აზრით ირაკლი მნიშვნელოვანი. აი მე უბრალოდ რა მაგალითი მინდა იცი ჯაბა რომ მოვყვანო. აი უბრალოდ მინდა რომ ვთქვა რა მოხდა. აი უბრალოდ აღწერ რა მოხდა. ამ პასუხთან მიმართებაში. ანუ ოცნების ლოგო რაც არის, ზუსტად იგივე ტიპის ლოგო გავაკეთეთ ჩვენ და იგივე აღწერილობა გავუკეთეთ, ანუ ლოგოც მსგავსია და შესაბამისად ბეჭედიც მსგავსია, პარტიის ბეჭედი. და აღწერილობაც გავუკეთეთ იგივე. და ოცნების აღწერილობა რაც არის, ის აღწერილობა დაახარვეზეს იდეაში, ანუ სინამდვილეში როგორი რაღაცა, იცით, ბეჭდის აღწერილობა არ ემთხვევაო. ეგ არის როგორი რაღაცა, იცით, ეგ აი პირდაპირ საკითხი ისეა დაყენებული, რომ არ მინდა რომ გაფორმო და რაღაცა მიზეზს ვიგონებ. ხო და იმიტომ რომ პირდაპირ ხო ვამბობ, ანუ ერთში იგივე უკვე რეგისტრირებული მართველი პარტიის აღწერილობა რაც არის, იმას მიწუნებ, ხო? და შესაბამისად აქ ძალიან მარტივია იმის გაგება, რაც სამწუხაროდ კიდევ და კიდევ უჭირს ბევრ ადამიანს, რომ ქართული ოცნება ვინ არის და რამხელა პრობლემაა. აქ სინამდვილეში პრობლემის დანახვა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. აქ შეიძლება ადამიანებმა წარმოიდგინოს, რომ რაღაცა სხვა ნაბიჯს აქვს აზრი. აი მაგალითად ქუჩაში ბრძოლას, მაგალითად რაღაცა სხვა ტიპის ბრძოლას, მაგრამ პირველ რიგში რას უნდა გაუსწოროთ, იცით თვალი? პირველ რიგში ადამიანების ტვინებში რომ მოხდეს იმის გაცნობიერება, რამხელა პრობლემაა ქართული ოცნება, ეგ არის საკეთებელი, ეგ არის
ეგ ბრძოლაა ეხლა გასატარებელი, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ თუ წარმოვიდგენთ რაღაცა სხვა რაღაცა ბრძოლის მექანიზმს და არა ინფორმაციულ ბრძოლას. სხვა ბრძოლაში ჩვენ ჯერ არ გვაქვს საფუძველი ჩაყრილი სხვა ბრძოლისთვის. აქ სინამდვილეში არის პრობლემა რამხელა და რამდენად სერიოზულია მაგის ჩვენებას ვცდილობთ. ჩვენთვის არაფერი მოულოდნელი არ არის. მაგრამ აქ საზოგადოებაში რაღაცა წარმოდგენები რო არ შეესაბამება რეალობას, ეგ გვინდა რომ რეალობა დავანახოთ უმრავლესობას, რომ სინამდვილეში საქართველოში იყოს მოსახლეობა მზად იმ გამოწვევებისთვის, რაზეც ეროვნული ფლანგი, რასაც ეჯახება. აქ მაგალითად ეხლა საქართველოში ჩვენთან მიმართებაში გამოყენებული იყო ყველა ბერკეტი. აი ხო უნდა დასვას ადამიანმა შეკითხვა, რატო ვიბლოკებით? აი შეკითხვა ხო ასე დგას. ყველაზე სწორი შეკითხვა ხო ეს არის, რომ რატო ჩვენ? არც ერთი სხვა პარტია ხო არ იბლოკება. საქართველოში არც ერთი პარტია არ იბლოკება ჩვენს გარდა. ეს რას ნიშნავს? ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა და ამ შეკითხვის პასუხის აი რაღაცა იგნორირება არაფრის მომცემი არ არის საზოგადოებისთვის. აქ სინამდვილეში იმიტომ ვიბლოკებით ჩვენ, რომ რეალური ეროვნული ძალა, რეალური ალტერნატივა ჩვენ ვართ. დანარჩენი ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც გამოდიან, მათ არავინ არ ბლოკავს, იმიტომ რომ ისინი არ არიან არავითარი ალტერნატივა. მათ არანაირი შანსი არ აქვთ. ისინი არიან ქვეყნის დესტრუქციული ძალები, რომლებიცაც ხალხი რო უყურებს, ოღონდ ისინი არ დაბრუნდნენ, ოცნებას აძლევენ ხმას. ხო, ამიტომ აქ სინამდვილეში ძალიან მარტივი რაღაც არის გასაცნობიერებელი. აქ საქართველოში არის რაღაცა ძალიან სამწუხარო წარმოდგენები, თითქოს ქართული ოცნება გამოსწორდა. შეიძლება ქართულ ოცნებას რაღაცა ეხლა ის ოპოზიცია რო დასუსტდა, ეხლა ქართულმა ოცნებამ გადადგას რაღაცა ჯანსაღი ნაბიჯები. ასეთი წარმოდგენებია. და ეს წარმოდგენები დამღუპველია, იმიტომ რომ ამ წარმოდგენებით კიდევ შეცდომებს უშვებს მე საზოგადოება და ეხანდელი მაგალითით, რაც ჩვენს პარტიასთან მიმართებაში ხდება, ამითი ყველაფერი ნათელი ხდება. ამითი ირკვევა ბევრი რაღაც. ამითი ჩანს ის, რომ ქართული ოცნება არაფერი არ გამოსწორდა. ამ ქვეყანაში არავინ სამართლიანობას არ აპირებს. არაპირებს ამ ქვეყანაში სამართლიანობა ასე მოგართვათ. არავინ სამართლიან გარემოს არ მოგართმევთ თქვენ პირიქით. რა გარემოც არის კიდევ უფრო უსამართლო გახდება. ეხლა ძალაუფლება ხო იგრძნო ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ არჩევნებზე ხო აიღო რაღაც უპრეცედენტო ხმები. ხო აიღო რეკორდული პროცენტი. ყოველ შემთხვევაში თვითონ საკონსტიტუციო უმრავლესობას აპირებდნენ არა, თვითონ ეხლა რაღაც არარეალურს აანონსებდნენ, რაღაც წარმოუდგენელ ციფრებს აანონსებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ რაც გაფორმდა, ის არის მანამდე არაუღიეთ მაგდენი, ხო? და მაგის ფონზე იქ ამერიკაში გამოიცვალა მთავრობა, აქ ეს ოპოზიცია ჩაირეცხა, ეს საპარლამენტო ოპოზიცია, ქართულმა ოცნებამ იგრძნო რომ ცხენზეა. და ეხლა სინამდვილეში ვიღაცას რო ეგონა რომ ქართული ოცნება რაღაც ეროვნულ და სამართლიან გარემოს აწყობდა, არავითარ შემთხვევაში ეგ შეცდომა არის რაც ძვირად გვიჯდება ხალხო. აი სინამდვილეში რა პრობლემაც არის, სინამდვილეში ეროვნულ ფლანგს. საქართველოში ეროვნული დღის წესრიგი რატომ არ არის? ოცნების ბრალია და მაგიტო არ არის. აქ სინამდვილეში ჩვენ თუ რაღაცეები დავიბრმავეთ თვალი, ჩვენ თუ რაღაცებზე თვალი დავხუჭეთ, ერთმანეთში თუ ვეძებეთ პრობლემა, მასე ვერ გადავჭრით პრობლემას. აქ პრობლემა არის ქართული ოცნება. პირდაპირ ასე დგას საკვე. აქ პრობლემა რაშია, იცით? არ არის ქართული ოცნება ეროვნული. არ აპირებს არავითარ სამართლიან გარემოს. და პირიქით ეროვნულ ძალებს ბლოკავს. ქართული ოცნება გასაქანს არ აძლევს ეროვნულ ძალებს. ეროვნულ მანტიას ირგებს ძალიან უხეშად, ძალიან ყალბად. და ამის ფონზე
რეპრესიებს აწყობს სინამდვილეში. ეს რა არის, იცით, ახლა პარტიის არ დარეგისტრირება, ეგ არის ეხლა ქართულ ოცნებას რა თქმა უნდა მეტი ჭკუა აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან და ქართული ოცნება ზრუნავს მოსახლეობის განწყობაზე. ანუ მოსახლეობაში ცუდად რომ არ გამოჩნდეს, მაგაზე ზრუნავს, იმიტომ რომ ხდება, აი მაგალითად ნაციონალური მოძრაობა უხეშად რაღაცებს აკეთებდა და დიდი ხანი ვერ გასტანა, ვერ გაძლო. ქართული ოცნება იმიტომ ძლებს დიდი ხანი, რომ ეგეთ რაღაცებზე ზრუნავს, ანუ მოსახლეობა ამა თუ იმ საკითხს როგორ უყურებს, მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. აი მაგალითად არჩევნებშიც ხო გამოჩნდა, რომ ქართული ოცნებას მოსახლეობა წავიდა და მისცა ხმა. ეგ იმიტომ რომ მოსახლეობა ქართულ ოცნებას ამ არჩევნებზე ეგრე უყურებდა, რომ შეიძლება გამოსწორდეს, იქნება ეხლა გადადგას, იქნება ეხლა განთავისუფლდეს დასავლეთის მარწუხებისგან და შემდეგ რაღაც ეროვნული ნაბიჯები გადადგას და ასე შემდეგ. ანუ ხალხმა წარმოიდგინა, რომ რაღაც პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგმებოდა. მაგრამ სინამდვილე თუ არ დავინახეთ და ასეთი წარმოდგენებით თუ გავაგრძელეთ, მაშინ ეს ქართული ოცნება კიდევ და კიდევ უფრო მეტად მოიკიდებს ფეხს, უფრო და უფრო მეტად გაიმყარებს თავის ძალაუფლებას და ბევრად უფრო გაძნელდება მის წინააღმდეგ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა. აქ ელემენტარულია ხალხო. ეროვნული ძალები, აი რეალობას თვალი გაუსწოროთ თავიდან ბოლომდე. ეროვნული ძალები პარტიის შექმნას ცდილობს და ქართული ოცნება ერთადერთი ამ ქვეყანაში, რასაც ბლოკავს და ახარვეზებს, არის ეროვნული ძალები. ეს არის ფაქტი. აი, სხვა რაღაცეების ლაპარაკი არის სინამდვილეში ქართული ოცნების წისქვილზე და მათ აი ამ თავხედურ რაღაცა ძალაუფლების შეინებელობაზე წყლის დასხმა. სხვა გზა არ არის, აქ სანამ ხალხი არ მიხვდება პრობლემა რაში მდგომარეობს, ეხლა ბრძოლა ამაზე მიმდინარეობს. ხალხის ეხლა ვინც თქვათ ამას წინათ ბოკერიას პარტია დაარეგისტრირეს, ხო? აი ხო ტრაგიკომედია, ესე იგი გვეუბნებიან ჩვენ უარს. ამ დროს ქვეყანაში მინისტრურმე სამართლიანობის აღდგენა ნაცები უნდა გააქრონ და ბოკერიას არეგისტრირებენ. ხა ხო გასაგებია აქ რაც ხდება, ხო? ბოკერია აწყობს, ანუ ნაცმოძრაობის ჯალათი, რომელსაც პირადად მონაწილეობა მაგალითად მოლაშვილის წამებაში მიღებული, თვითონ მოლაშვილის ინტერვიუა ციხიდან გამოვიდა, მაგას ურეგისტრირებს პარტიას და ეგ რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს, მოდი ესე ვთქვათ, ქართული ოცნება არ არსებობს, ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილს ეს კი არ აწყობს, ეს ჭირდება. ანუ სინამდვილეში ხა ქართულ პოლიტიკაში რაც ხდება, ყველაფერი არის ის, რაც ბიძინა ივანიშვილს ჭირდება. ვიღაცას გრძალავენ, ეგ ბიძინა ივანიშვილს ჭირდება. რა თქმა უნდა. ვიღაცას არეგისტრირებენ, ეგეც ბიძინა ივანიშვილს ჭირდება. და ნახე, ხა უკვე ხედავთ რა ჭირდება ბიძინა ივანიშვილს, ჭირდება, ესე იგი ხაზარაძე, ჭირდება გახარია, ჭირდება ბოკერია, ჭირდება გვარამია, ანუ ჩვეულებრივი ისევ ნაცხროვა. კი. ზოგი პირდაპირ ნაცხროვის მაღალჩინოსანი და ზოგი უბრალოდ აფილირებული ნაცმოძრაობასთან და არ ჭირდება ეროვნული პარტია. აი ეხლა არის აწეული ერთი ამბავი, თითქოს გასამართლება უნდა მოხდეს აი იმ ნაციონალური მოძრაობის და რაღაცა ესეთი რაღაც სასამართლოს აწყობენ იმათ მიმართ და ეხლა რაღაცეები გამოიკეთა მარტივია ხალხო რა. ტყუილია ეგ ყველაფერი. არავინ გასამართლებას არ აპირებს. ეგ არის კიდევ მორიგი თქვენი მოტყუების ერთ-ერთი ხრიკი. არავინ ბოკერიას არ გაასამართლებს. ბოკერიას პარტია დაურეგისტრირეს მართლაც და ჩვეულებრივად აპირებს ბოკერიას ვერავინ ვერ გააჩვენებს. არავინ არ აპირებს მაგათ გაჩვენებას. და საერთოდ ეს ყველაფერი რომ თითქოს ოცნება ეროვნულია, ის ნაციონალური მოძრაობას ებრძვის ყველანაირად და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი არის ტყუილი ხალხო. ნაციონალური მოძრაობა ქართულმა ოცნებამ შეინახა, გაანადგურა ყველა მტკიცებულება მათ წინააღმდეგ და დღემდე ნაციონალურ მოძრაობას
ინახავს და კიდე ყველა არჩევნებისთვის შეინახავს და ამ ქვეყანაში ქართულ ოცნებას რა სჭირდება ბიძინა ივანიშვილს რა სჭირდება აი პირდაპირ უნდა ითქვას რა ბიძინა ივანიშვილს სჭირდება რომ თქვენ გქონდეთ არჩევანი ან ნაცები ან ქართული ოცნება აი ამ მდგომარეობის შენახვას ცდილობს ყველა სხვა მოცემულობა არის დამაბრკოლებელი ამისთვის და ყველა სხვა მოცემულობას ებრძვის ანუ ჩვენი პარტიას რატო ახარვეზებს იცით იმიტომ რომ ჩვენი პარტია არის სხვა მოცემულობა ჩვენი პარტია არის რეალურად განსხვავებული ძალა და მაგიტო ის ჯგუფები ის ახლა მართლა ბოკერია იქნება თუ გვარამია იქნება თუ ლელო იქნება ხო იმას რა მნიშვნელობა აქვს ის ხო ერთი და იგივე ისინი აქცია რო იკრიბება ერთად დგანან კი ერთად დგანან ისინი და აქეთ კრიბავს ოცნება. აი ხო გვახსოვს წინა საარჩევნო აქციები იკრიბებოდნენ. ის პარტიები ერთად კრებდნენ აქციებს, ის კოლექტიური ოპოზიცია აქეთ ოცნება კრებდა აქციებს. დანარჩენი ამ ქვეყანაში ერთი ჩვენი აქცია არსებობს, თორემ მეტი რა აქცია არსებობს. მეტი აქცია არ არსებობს.